მოგესალმებით. დღეს უცნაურად დავიწყოთ ვლოგი, როგორც იცით, ვართ ათენში. ხო და მოვედით იკეაში. უпростоრად სხვა მაღაზიაში წამოვედით, მაგრამ გოგოებს მოშივდათ. რატომ ხარ? თან აქ ღვინოები და ლიმონათებია. გაჩვენებს ახლა დეკორზე ამბობს, ღვინოები და ამბებიაო. მოკლედ ათენში ვართ რამოდენიმე დღით გარკვეული მისასების გამო და მაქსიმალურად ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ ბევრი რაღაცების გაკეთება შევძლოთ და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, რომ რა საქმეებიც აგვაქვს, ყველა საქმე მოვაგვაროთ. ეხლა წავად ვისადილებთ, ხო? ხალბატონო. ვისადილებთ ეხლა და რა არის? რო წავით რესტორანში, ფერფდა რესტორანში. წავედით მოკლედ. სულ რა მუშაობს? ჩვენი მონატრებული ადგილი. ხო. ყველაფერი, ვაიმე რა კარგი სუნია. მეც მომშივდა მას. ურიკა და წავედით ეხლა საკმაოდ ბევრი ხალხია, მინდა გითხრათ. ნეტა რა შეჭამენ გოგოები. მაირჩია შნიცელი კარტოფილის და სოუსით, მე ავირჩიე ეს პატარა კატლეტები თავის სოუსით და კარტოფილის შემწვარით, დანიმ პიურე, ბარდა, ეს ვაიმე რისი ჯემია, ვერ ვიხსენებ, მავიწყდება. ძალიან გემრიელია და ცეზარის სალათა ავიღეთ კიდე და გავინაწლებთ მე და ევეკო, ხო გოგოებო? დანაყრებული ბავშვები. ჭამეთ, დავნაყრდით. რისი ღირსი არიან ეხლა ეს? წავედით, დანი? წამო. წავედით ეხლა დეკატლონში. ვაიმე რა საყვარელი ძაღლი. საყვარელია. მონატრები აქაურობა, ხო იცი შენ? წავედით ეხლა დეკატლონში. ელფი. ხო. მიდი და მოგწე. მიდი ნუ გწვენია. ვაუ, დანი რა მაგარი გოგო ხარ. მივეცით იკეაში, შემოვიარეთ დეკატლონი, მანგო, ზარა, H&M-ში ხელში მქონდა აღებული პიჟამოები, რომლებიც შარვალი და ზედა ღირდა 5 евро ფასდაკლებით და 4 წყვილი პიჟამო მქონდა აღებული და კიდე ველინას მომეწონა შიგნიდან დათბილული, გარედან ძალიან სასიამოვნო ბაიკივით ზედები, 2 ცალი 4 евро ღირდა ისინიც. ძალიან ფასდაკლებები აქ H&M-ს. მაგრამ ქალბატონ დანიელას მოუარა, არ ჩანს ახლა. სამწუხაროდ. ტიროდა, გაწვა, გამოწვა, იყო ერთ ამბავში და წამოვედით. ისე რომ არ ვიყიდე. გავიარე ამ მაღაზიებში დანიელას ზეიმისთვის ვარჩევდი ტანსაცმელს, მაგრამ დანი, რატომ არ ვიყიდეთ არანაირი კაბადე ზეიმისთვის? რატომ არ ვიყიდეთ? უკან შუქ შეგიძლია რო ანთო დედი? დანი, რატომ არ ვიყიდეთ არანაირი კაბაზე იმისთვის? იმიტომ რომ არც ერთი? არ? გავაწვალეთ დიდიკო. მაგი ხომ არა, დანიელას არც ერთი კაბა არ მოეწო? ნა. არ მოეწო? ნა. აბა, თან ფერებს არჩოდა, ეს ფერი არ მინდაო, ეს ამაზე არ წავა, ეს იმაზე არ წავა და ვერანაირი კაბა ვერ უყიდეთ ზეიმისთვის, ვერც ფეხსაცმელი თავისთავად. ხო და ეხა იტყვით დანიმ თუ გაგაწვალათო, ევეკო რატო დაისაჯაო და ევეკოს რატო არ უყიდე რამეო და ევეკოს მე უყიდით. ხო ევეკო? არ ჩანხარდე? იმიტომ რომ აღარ ღირდა დაცდა, დავტოვე ის ტანსაცმელი და ყველაფერი რაც აღებული მქონდა და მეთქი ორივე წამობრძანდით ქალბატონებო და წამოვედით.
მივდივართ სახლში. ამასობაში კი მოვიდა 3 საათი. მოვედით სახლში. სიმწრით დავაყენე მანქანა და სახლის მოპირდაპირე მხარეს გაგვიხსნეს მაიმარკეტი. აქვე ახლოში. გაბედნიერება შორს არ გვიწევს წასვლა მარკეტში, რამე რო გვჭირდება. კარგი საქონლის ხორცი და როგორც ახლა საოცარ მათია სახლისო. ჩემეუღლეს ცხელი კერძი რამდენი ხანი არ მიურთმევია, როგორ არ უნდა გავუკეთო საჭმელი, მითხარით ერთი. რომ მოვა დაღლი. ჩემ ქმარს? ჩემი ქმარი შენი რა? მამა? მოდი მე შენ გავუკეთ საჭმელი. რატო გაჩვენდი? ვერ გავუკეთებ? თუ გეზარება. მიყვარს. რა გიყვარს და? საჭმლის გაკეთება უყვარს, მაგრამ ჭამა უფრო უყვარს. ხო და ხუმრობა იქეთ იყოს და რაღაც ჩაშუშulis მაგვარი მინდა რომ გავაკეთო ახლა. რომ ერთი კერძი დავახვედრო ბატონ ზურაბს სახლში. River West-ში ქონდათ Oriflame-ის სტენდი და გამაჩერა ქალბატონმა Oriflame-ის შესახებ თუ იციო რამეო და მეთქი ქალბატონო ახლა კი არა ერთი 15-20 წელიწადია Oriflame-ის შესახებ ვიცი. ამათ გაუკვირდათ, იმიტომ რომ საბერძნეთში რა ვიცი, დიდად არის რამოდენიმე ოფისი, მაგრამ ესე სტენდი რო ქონოდეთ გაკეთებული პირველად წავაწყდი. ესენი ბუშტებს ბერავენ და ერთ ამბავში არიან. და მოკლედ მომცა ჟურნალი გაეცანიო და მე იყო ესე დასატრიალებელი რა. სადაც სხვადასხვა საჩუქრები იყო და დავატრიალე და ესეთი ტუში მოვიგე. გადავუხატე მადლობა და წამოვედი კმაყოფილი. ტუში ნამდვილად არ მქონდა. კმაყოფილი. შენც იყავი კმაყოფილი. შენ რითი იყავი და კმაყოფილი თუ საიდუმლო არ არის. რითი იყავი და კმაყოფილი ჩემო სიცოცხლე. რუნცი. ის მოენატრა გოგოების ოთახი. ჩვენი სახლი. ქალბატონი მოლი გასუქებულია. გარეთ გინდა? გარეთ? გატუნტულებულია მოლი. მე მგონი ყველაზე მეტად ამ სახლში მომენატრა გოგოების ოთახი. რაღაცა არანორმალურად მიყვარს ეს ოთახი. ალბათ იატაკიდან დაწყებული ჭერით დამთავრებული მე და ზურას რო გვაქვს ჩვენი ხელით გაკეთებული მაგის გამო. ვინ დაპაწკუნებს აქ? მოლი გოგო დაპაწკუნებს. ჩემი ეველი კუნა. ჩემი დიდი გოგო. ის შაშანდელის სკოლის ფოტო. ჩემი სილამაზე. მე რა რომ ათენში ვართ? ცილა. ევეკომ მაინც უნდა იმეცადინოს, ხო? წამოვიღეთ ჩვენი წიგნები და რვეულები და მოკლედ რა დავალებებსაც მისცემენ ამ დღეებში. ევეკო რო არ ჩამორჩეს. წამოვიღეთ გამხედე, თვალები დაახამხამე. ტუში უსია ქალბატონს. ჩემო თვალე ბრიალა. როგორ გიხდება გოგო? მოლი გოგო, ყველა შენ კითხულობ, სად არისო მოლიო? ვაიმე გადაყულაბა. სად არისო მოლიო, სად არისო? სად არისო? ჟურასთან იყო მოლი დატოვებული, ჟურასთან და ჟურა ისეული და გააშუქა. დღეში ორჯერ სამჯერ ასე ერნებს, როგორც კი მოდის სამსახურიდან, მაგრამ გატუნტულდა მაინც. გოგო, კარგ საჭმელს გაჭმევს ჟურა? განებივრებს? ციმოში ცოცხლე, ციმო მონატრებულო, ციმო დახატულო, ციმო ბებერო, მთელი 8 წლის გოგო ხარ შენ. გუჟუნა, მოლიკო. აი მე დედა. გოგო როგორ მომენატრე გოგო. ჩორჩოტა შე ჩორჩოტა. როთხეში. ორი მავნე. ევე,
ვიარჩას. გოგო. ტკბილძილი გოგოება. ტკბილძილი დანიელა. დედიკას ბოდიში მოუხვადე? აიმე. მავნე. ტკბილძილი ყველას. ხო? მომავალ ვლოგამდე. ბაი. ბატონო. ატა მივდივარ ბაღში. საქართველოში არა ვართ და მე მეორე ხვალკვირა. და მე და პარასტებს ჩავდივართ. აჰა. ათენში და ათენში? არა წყალტუბოში და 4 დღეში ვიქნებით. ნამეტანი ბევრს ითვლი შენ. ვიქნებით. წავედით. ტკბილძილი გოგოებს თქვენს და შევხვდებით მომავალ ვლოგში. დროებით.